ჩვენი შოუ 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 საღამომშვიდობის ძირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. ჰოლივუდიდან დაგვიბრუნდა ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენი ძმა და მეგობარი ჯანო იზორია, რომელსაც ახლა მოვიპატიჟებ ჩვენი შოუ სტუდიაში. გია ახლა რატომ წამოვედი არც მოიცი მივეჩვი ამ ჰოლივუდზე ვარსკვლავების მიმართ ასე მოკრძალებული მივხვდი რაღაცა რო იმოგე არ ვაბიჯებდი და როგორ ესე გადმოვდიოდი რა იგი ბატონო რა გადაგიგინდი ეგრე არ არის რა ცირა შენ სასახელო კაცი ხარ ჩვენ ყოველთვის ვიამაყები, მაგრამ ამჯერად ჰოლივუდთან მიმართებაში შენ უბრალოდ იქ დასათვალიერებლად ვარსკვლავების არ იყავი ჩასული და ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. ნებისმიერი არტისტის, ნებისმიერი ხელოვანი სპორტსმენის, ნებისმიერი ქართველის ჩვენ რა თქმა უნდა უზომოდ გვიხარია, მაგრამ როცა ჩვენი ოჯახის წევრზეა საუბარი, ეს არის ორმაგი სიხარული და მიულოცო ძვირფასო მეგობრებო. ახლა რა არის მისალოთი შენ თავადამძანე? მოკლედ ჩემს ცხოვრებაში მოხდა ასეთ საოცარი რამე. რომ ამერიკაში ბევერლი ჰილში მოხდა ჩვენი ფილმი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნოდარ მარშალიშვილის კარს მიღმა, სადაც არც მეტი, არც ნაკლები მერავნი ნიძესთან ერთად ხვდა პატივი თამაშობ ამ ფილმში ერთ-ერთ როლს და რა ხარ უბრალოდ მოკლედ მოვყვები. ფილმი თვითონ გადაღებები რო იყო ჩემოგია, რეჟისორმა ჯერ კიდევ მაშინ დამირეკა ამერიკიდან. ჯანო, შენ პასპორტი გააქვს? პასპორტი როგორ არა მაქვს მეუთხარი? ვიზა გაქვსო? არა მეუთხარი ვიზა არა მაქვს ამერიკის. თან ეს კოვიდი, ცოტა არეული სიტუაცია საელჩოში, ამბები და მინდა გადაგიღო ფილმში. მინდა გადაგიღო და დაიწყო ამ ამერიკის ვიზის თითქოს რაღაც, მაგრამ შანსი არ არის, იმიტომ რომ აქ დაკეტილია ყველაფერი, უნდა წახვიდე პრიბალტიკის ქვეყნებში. მოკლედ ერთი სიტყვით, ეს ამბავი არ გამოდის რა, ამ მარტივი და ამ დროს რთული მიზეზის გამო. ამ დროს ჩამოდის მერავ ნინიძე და გადაღებები აქვს გურიაში. გურიაში ეს ფილმი თვითონ კონსტრუქციულად არის, რომ ერთმანეთთან კვეთა, როგორც ახლა მე და შენ გვაქვს აქ საუბარი, არ არის სულ სატელეფონო დიალოგები. ერთ სივრცეში არ ხარ. არა ვარ, ერთ სივრცეში და მე ვთქვი მერავნინიძე ჩამოდის, აგერ გურიაში ფოთში ვარ. კაი კაც გავიცნობ, ნახავ თან და რეჟისორსაც ჩავაკითხავ რა. ჩავედი გურიაში, ჩავედი და ვუყურებ ამ გადაღებებს. ამ გადაღებებს რომ ვუყურებ, ტელეფონით იქ არის დიალოგი, დიალის მომცეს ფურცელი და მე ვაძლევდი რეპლიკებს რა სახურავზე. ის მისი ხმა ტელეფონში რომ ესმოდა, მისი უშუალოობა. მოკლედ ეს ცალკე ამბავი ადამიანის, ასეთი ბრწყინვალე თვისებები ადამიანური. მოკლედ დამთავრდა წამოვედი და მე ვთხარი ნოდარ, სხვა ალტერნატივა უნდა ეძებო რა თქმა უნდა, აბა რა ვიზიანი, მსახიობი ან რაღაცა რომ ის ამერიკა გადის თვე თუ ორი თვე და აღდგომა იყო თუ ახალი წელი არ მახსოვს, მაგრად ვარე დავიძინე და დანარეკი აქვს. დანარეკი დაურეკე. ალო რა შობია რა ვქნა მე უთხარი ბიჭო არა რა შენ უნდა გადაგიღო მაინცო მახლა რას გეტყვიო გადავაკეთე სცენარიო მოკლედ თემო ქვია ერთ გმირს ეს გადავა ბერლინშიო მერავი გურიაში რა თქმა უნდა საქართველოში პერსონაჟი და ის პერსონაჟი კიდე ერთ-ერთი ძმა იქნება ნიუ-იორკში რომელიც არის ინტერიერში გადაგებდა ეს ნიუ-იორკი აგერ შეგვიძლია თბილისის გავაკეთოთ ერთ ოთახში და აი ახლა რატომ უბრუნდები ამ ამბავს ეს რო ვერ მოხერხდა და უცებ ხდება ჩემს ცხოვრებაში ასეთი საოცარი რამე ბერლინში იგებს ეს ფილმი საუკეთესო ფილმს და ბევერლი ჰილზში მოხვდა და უცებ აღმოჩნდი ბოინგი ჩემოგია ოღონდ უკვე ბოინგის გათამამებული კაცი საპირფარეშოები ვიზას გაკეთა და ყველაფერი მეშინია ასე ჩავფრინდი ამერიკაში ჩავფრინდი და მოკლედ პირველი შტაბეშტილება რა თქმა უნდა გოგლიკო დოლიძე უნდა ვახსენო ჩვენი გოგი დოლიძის შვილი კინოს წოდნე და ჩემი ძმაკაცი და გოგლიკო რო ვიღორთ კი ვიზა ავიღებ ურეკავ შეოხერო რა ახლა წამოხვედი ამ ლოს-ანჯელესიდან მეთქი იქ ცხოვრობდა რა იყო მე ვთხარი მივდივარ ლოს-ანჯელესში რა და რაღაცა სასტუმროს ამბავი ვერ გვარდებოდა რა და მე ვთქვი ახლა ეს რანაირად ყველაფერი მიწვეული ფესტივალზე ბილეთი კინოცენტრს მადლობა რა თქმა უნდა დაფინანსება ბილეთის იქით გზაურობის ახლა სასტუმროს ამბავი და გოგლიკო მოითმინე 2 დღეო 2 დღეში უცებ ირკვევა რომ სოხუმელები
ჭანტურიძეების ოჯახია, ჩემოგია, მე არ შევიძლია შენი გადაცემით მინდა მადლობა რა თქმა უნდა ამ ადამიანებს. მე შევუერთებ შენ მადლობის და სიტყვებს. კიდევ ქალბატონი ნინი ფაჩულია, რომელიც აეროპორტში დააქვთ ახლა ხელა ლოს-ანჯელესში ვიღაც ხდება და მიმიყვანეს სახლში გიორგი გავეცანი გიორგის და არც მეტი არც ნაკლები ეს სიტყვა დღეს ავიჩები რაღაცა სახლი აღმოჩნდა სად აგერ რომ ცხოვრობდე და 1-200 მეტრში გადადიხარ და ეს ჰოლივუდ ბულვარი იწყება. არიქა, თლათ ეპიცენტრში. პირველი სანამ მიმიყვანა ნინი ფაჩულიამ ამ სახლში გადაურეკა გიორგიმ პროდუქტებზე ვარო წასულიო დამელოდეთო მალე მოვალო ნინი მითხრა მოდი გავიდეთო უცებ გავედი და პირველი ვარსკვლავი შეხვდა მორგან ფრიმენის ვარსკვლავი. და ჩემთან თეატრში მყავს შავგრემანი, ესეთი შავტუხა მსახიობი გენადიშორია. უჩარდია უჩაგოში. უჩარდია უჩაგოში. მე ვუთხარი, ივან მითხრა ჩემებს რო ნახავია გადაიღეს ვარსკვლავთან სურათი. როცა მორგან ფრიმენი გადავიღე და შერებთან მეთქი პირველი ვარსკვლავი და ნუ ეს დაბეშტილებები საოცარი. ეს ყველაფერი ხო ძალიან მაგარი და ჩვენი ფილმის ჩვენება იყო ცნობილ კინოთეატრში, ეს იყო დოლბის კინოთეატრის გვერდით, ანუ ჩინური კინოთეატრი, ეს პირველი კინოთეატრი იყო, სადაც ხელის ანაბეჭდები და ყველაფერი იქა არნოლდ შვარცნეგერი და ახლა მე ვიკითხე ბატონი ალფრედოსი სად არის მეთქი, ახლა ამდენი რომ არ მეძებნა ალპაჩინოსი. მივედი ბიჭო ხელი შეეტია, ზუსტად. არიქა. მეორე შეეტია. მე ფეხი შეეტია ორივე. მეთქი სადმე მანახა. ხვირი გავს. სადმე შევახვედრა, მე ვთქვი მეთქი ფესტივალზე დახურვაზე ტოფლი არ მაქვს. შენი ვერგება. ამას აუცილებლად ეკოდი რომ ენახა რა. ფესტივალში იქნება ამერტყა და წამომეხო და მოკლედ ასეთი ამბავი იყო. ბოლოს ისეთი ამბავი გახდა ეს შემთვის, რომ აი ძალიან ახლოს რომ მქონდა ეს ყველაფერი. ასე გადავდიოდი და როგორც პლეხანოზე გადიხარ ასე და კარგად რო წააბირჟავებ ასე ვიყავი ასე ჩემს გემოზე ვაბირჟავებდი ხან იქით ხან აქეთ მე მეგობრებთან ერთად გავედით სანტა მონიკა ვნახეთ მე ამათი სახლები ვნახეთ აქო ყოველდილი თუ გამოვაო და ოფში გაღვენ თელე ასე დიდი ყბით ვარჯიშობს ასე გიჟით ტარანტინო აი აგერ ისა რა ქვია და ენტონი ჰოპკინსი ყველა იქ სახლები ამათი სადაც ცხოვრობენ მე მალიბუში ვიყავით მანდ და მანდ კიდევ ისეთი ადგილებია სადაც ესენი საუზმობენ ვახშმობენ და მოკლედ ბოლოს იყო ყველაზე ისეთი შტამბეშტავი ამბავი ნუ ფილმის ჩვენება საკმაოდ კარგად წარმატებულად ჩაიარა ჩემოგია კომპლიმენტებიც მივიღეთ ადამიანებისგან თვითონ სპეციალისტები ვინც იყო კინომცოდნეების რეჟისორებიც და მე უკვე დახურვა იყო ეს ბევერლი ჰილსის სადაც მანქანით მივედით და დრესკოდი იყო იუმორინას კოსტუმით წავედით ბაფთი მიასწრო ბატონო ეს შევიკარი გადმოვედი და მოკლედ ის დღე იყო და კომენტარები სიმპათიური ხარ არ მომწონებია ის სიმპათიური წითელ ხალიჩაზეც გავიარეთ მე შევედით შიგნით და უკვე იყო ეს სამაგიდო სტილში იყო რა ჩვენი მაგიდა გქონდა იქ პატარა წავიხემსეთ მერე დესერტი და მერე ღვინო და მერე უკვე ფანფარები და დაიწყო ეს დაჯილდოების ცერემონიალი და იყო წკინვალი ეს ყველაფერი და ძალიან მაგარი იყო და დიდებული ამბავი ილოსავსული და გულით საოცარი ამბავი და რა და ნიკა ჩემმა ძმამ შეოხერო გამითანაბრდიო რა გამითანაბრდიო ნიკა რატომ მეთქიდა იმიტომ რომ ჩიკაგოში დაყოფი ვარო სოფლიო ჩემპიონატზე მუჰამედ ალი ხელს უკრებს ასე თელ სპორტსმენებს ეგო და ამერიკაშიც მოხვდი ანუ უკვე ერთად მივდივართ რა ერთად მივდივართ შენ ქონდა დასარევი სტატუსი თუ არ ვწდები ო მაი ღორონთ ეს რო ჩაბარა ეს რო ჩავედი მე სერიები მქონდა ის ყველა ვიდეოს ვიწყებდი ამ ფოტოს ო მაი ღორონთ რა ო ღერთო ჩემო ღორონთი ღერთია და ო მაი ღორონთ მქონდა ეს იმიტომ იყო ინგლისურის ამბავში ჩემოგია მაგრამ ერთ რამეს მივხვდი ამას ადრეც ხვდებოდი მაგრამ ამ ქვეყანამ და ზოგადად ჩემმა პროფესიამ მაგრძნობინა ის ამბავი რომ რაღაცა ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე მეთოდი ისეთი უნდა აღმოვაჩინო რომ მე ეს ენა უნდა ვისწავლო აუცილებლად რა ინგლისური იმიტომ რომ აი მაკედონიაში ახლა რა მომივიდა და აი მაკედონიაზე სანამ გადავალ მინდა ჯერ ერთი სული და გულით მოგილოცო კიდევ ერთხელ და გისურვო ერთი რამ რომ აი შენი შემდგომი თაობის არტისტები რო ჩავლენ ჰოლივუდში იქ სადღაც მორგან ფრიმენთან ახლოს ჯანო იზორიას ვარსკვლავი დახვედროდნენ. დიდი მადლობა. მაკედონია ახსენე და საბედნიეროდ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და ჰოლივუდით არ შემოიფარგლებოდა შენი წარმატებების სერია.
ვინაიდან მაკედონიაში ვაუწყებ სიხარული ჩვენი შოუს მაყურებლებს, რომ მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო დაიმსახურა ჩვენმა ჯანო იზორიამ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თან აქვე დავამატებ, რომ სულ 3 ნომინაცია იყო. გრან-პრი საუკეთესო რეჟისურა და საუკეთესო მსახიობი. ანუ იქ არ იყო დაყოფილი ქალ მსახიობსა და მამაკაცი მსახიობს შორის. არა, იქ იყო რაღაცა ისეთი მომენტი იყო რა. მოკლედ ახლა ამერიკიდან ჩამოვედი და ეგრევე სამ დღეში წავედი მაკედონიაში, ფოთის თეატრით ყვარყვარეთი, მონოდრამის ფესტივალი ჩემოგია. ჩავედი და ჩვენ რო ჩავედით, მანამდე უკვე ნათამაშები ქონდა ქვეყნებს. საკმაოდ ბევრი ქვეყანა იყო და სხვათა შორის როგორი პარალელი და ამბავი იყო, იცი ემოციური, აი კრივთან შეხება რომ მქონია, აი საშეჯიბრო რაღაცა მუხტია ისეთი რა. აი კენჭი კონკურსია და ბაიკლობა ჩვეულებრივი. როგორ ვინს, როგორ მიდის ის და პოლონელმა მე ხმა რომ მოგდის. აუ დღეს პოლონელების სპექტაკლი ყოფილა ძალიან მაგარიო. მოვიდა ამბავი. მე ვნახეთ ბულგარელის, რომელიც მთელი საათნახევარი ქალი არ გაჩერებულა, თამაშობს მთელი ეს ტექსტები ამბები. მე სომხეთი იყო, მე რუმინეთი, ამას ყველაფერს უყურებდი და ჩვენი იყო, წარმოიდგინე ჟიურის წევრები ამ ყველაფერს აკვირდებოდნენ და ჩვენი იყო ხვალ რომ დახურვა იყოს და დახურვის წინა დღეს იყო უკვე საქართველოს ჩვენება, ან ყვარყვარე. ანუ მანამდე იმათ უკვე ნაფიქრი აქვს რა და აქვს იქ მითითებული რომელი შეიძლება იყოს ეს ამბავი და ხო იცი ახლა თეატრი სპექტაკლი არის ცოცხალი ორგანიზმი მე სიტყვა მაქვს ხოლმე როგორ წამივა ვნახოთ აბა რომ ეტყვიან როგორ ნახოთ როგორ წავა როგორ წამივა აუ წამივიდა ეტყობა იმ ჰოლივუდმაც მოქმედა რა წამივიდა კარგად რა ერთი სიტყვით კარგად წავიდა ეს სპექტაკლი და ყველაზე მაგარი რაც იყო ტიტრები რო არსებობდა უკან რომ მიდიოდა ტიტრები და დაწყებამდე სპექტაკლის დაწყებამდე ასე არ მოუხდა მე მგონი სხვა სპექტაკლების ისა რა ქვია აი ჰამლეტი ინგლისურად ხომ მოუხდება ტიტრი. აი არანაკლებ უხდებოდა ყვარყვარე ეწერა ასე და მე ნუ დაიწყო ტექსტი ჩვენ კარგი თარგმანი გვაქვს სხვათა შორის. ეს ტექსტი ხო ტექსტად გაიგეს და მე სხვათა შორის ყველამ რო გაიგო გაოცდნენ, იმიტომ რომ იმდენად გლობალური საკითხია და ფენომენალური ნაწარმოებია. მე მაგალითად დღეს ვიზრუნებდი როგორც სახელმწიფოს დარგში, კულტურის დარგში ადამიანები მწერალთა კავშირი რომ ეს უნიკალური თარგმანი უნდა გაკეთდეს ამის ინგლისურად და ამას მე ასე მგონია რომ ბევრი დადგამს სხვა ქვეყნებში და ყველას ეხება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იქ ტექსტი მაყარყარე ჭირდება ყველას, ყველგან და ყოველთვის. ეს ამბები და ნუ მორჩა ახლა ეს ფესტივალი ჩვენ ვითამაშეთ, კომპლიმენტები, ამბები, მაგრამ დახურვა რო იყო, ნუ ფანტასტიკური დარბაზი. აი შინდისფერი დარბაზი რო ხდება, ესე არ ხდება რა. არაფერი რაღაც ისეთი თეატრალური. სხვათა შორის მაკედონიას კარგი დასი ყავს, რაც ვნახეთ და ძალიან ორგანიზებული და ავჯერხით ახლა და ვიფიქრე, მაინც გრან-პრის იმედი უფრო მქონდა რა სპექტაკლი თლიანობაში, იმიტომ რომ მუსიკა, სცენოგრაფია, ახლა მსახიობმაც რაღაცნაირად რაც შემეძლო არ დავაკელი, მეთქი კომპოზიციურად თლიანად ასეთი შეკრული სხვა სპექტაკლი არ ყოფილა, იქნებ ეს ფიქრი მაქვს და უცებ ეს ჟანო რაღაცა და ჟან და გვარი გამოაცხადა და ნუ საოცარი შეგრძნება ყოფილა ეს ყველაფერი რა ძალიან მაგარი და რაღაცები ვაკეთე იქ და მე ზემოთ ვავედი სცენაზე რეჟისორს ვეუბნები გამომყევი რა მადლობა ქართულად ვიტყვი გადათარგმნე არაფერი მივედი ემოციისგან და კი ვთქვი იქ გამარჯობა hello მე ვთხარი sorry english მე ვთხარი ცოტა so მე ვთხარი my name is Jano Izoria from Georgia actor მე ვთხარი city black sea city poti მე ვთხარი ქალაქი პოტი რაღაცა ყველაფერი გითხარ ხავარია მე ბოლოს მარტივია მე thank you Macedonia thank you მე დრამა რაღაცა და ეს ყველაფერი და ჟილდოც მოვიპოვეთ და ჟილდო რა თქმა უნდა იმ გუნდს მთლიანად ეკუთვნის თეატრს ეკუთვნის და მე მგონი ჩვენს ქვეყანასაც რა ვიცი ჩემი პატარა ფანტასტიკური ამბავია მოგზალებული ეს პატარა ჯილდო მრავალი ასეთი წარმატება და სხვათა შორის ამითაც არ მთავრდება შენი ეს საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება სულ რამდენიმე დღის წინათ შედგა პრემიერა რეზო გაბრიაძის უცნობილეს და მართლაც აი საოცარ თეატრში სადაც შერეკილები ახორციელდა ეს დადგმა და სადაც შენ ახმოვანებ ერთ-ერთ როლს და სულად ახალი გამოცდილება იყო შენთვის ვიცი ეს სასაული მე ახლა მადლობა ღმერთს რაღაცა წელი მეთქი პეგასუსის წელი მაქვს რა ეს ფრენა ხო არ მომაკდა დაუფრინავ კაპიტანი ვარ უკვე პილოტი ვარ სერიოზული იმდენი მე რაღაცა მადლობა ღმერთს რაღაცა მილაგდე ეს ყველაფერი და ფოჩი ვარ წერენ რა ეს გამარჯობა ჯანო გამარჯობა ბატონი რეზო გაბრიაძის თეატრში პერსონაჟიო რაღაცა ვახ ბიჭო ჯერ უცებ მე ვთქვი ხუმრობა არ არის ადამიანი ვიცნობ
ხმაზე მუშაობს. აი იქ წავედი პარალელით სად იცი ამ ხმებში და გახმოვანება უცებ იქით წავედი ბატონი რამა ლეგენდარული ბაგაცო ეროსი და ვის არა გახმოვანებული ჩამოვედი მე ვთხარი აუცილებლად მივედი ბატონ ლევანის შევხვდი გაბრიაძეს შევედით სტუდიაში და სირბილაძეს ვახმოვანებ და ეს პრემიერა იყო აგერ 5 მაისს როგორ უნდა გაგიმართლოს მსახიობს ახლა ესტრადაზე აგერ სულ მithქვამს და ვამბობ ჩხიგდა ქორწილი ამხელა ლეგენდარულ ამბავში მომიწია ყოფნა იუმორინაში ჩემოგია ფილმებში ასე თუ ისე კი არა და რაღაცები არის თეატრის სპექტაკლები მიწვევითაც ყოფილა და აი ეს ამბავი აკლდა ჩემს რა ვიცი ბედნიერებას რომ გაბრიაძის ამ ლეგენდარული ადამიანის ნაწარმოები შერეკილები რომელიც ფილმში არ შევიდა ბევრი რამე და ამის იდეა მოვიდათ რომ როგორც სპექტაკლი ისე გამოვიდეს იქ ერთ-ერთი რაღაცა აგური ვარ და ამით ბედნიერი ვარ და მიხარია რა საოცარი გამოცდილება თავი საოცარი რამე ყოფილა რა საოცარი და მათ გამახსენდა და რამაც გიგვაძეზე კი ვთქვი მაშინ არ გადაცემაში აბა ბატი თვითონ ხარ გაიხმოვანებს თავს ისე ძალიან მაგარია რა ეს ყველაფერი რა ძალიან დიდებულია გადავიდეთ ახლა ჩვენს თავარ სათქმელზე გულისხმობ სიახლეს რომელიც ერთობლივად მოვამზადეთ ეს არის კონცერტები რომლებიც გაიმართება 23 და 24 მაისს ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზში ბელიაშვილის 68 ნომერში და რომელსაც ასე ქვია ეთნო კონცერტია ეს და ქვია არის ასეთი ქვეყანა სადაც შემბრძანდები ასევე ჩართული და მოდი შენ თქვი რა განწყობა გაქვს წინა საკონცერტო იმიტომ რომ სრულიად ახლებურ რაღაცას ვაკეთებთ რომელიც ჩვენ ერთად არ გავიკეთებია გია ზუსტად ახლა არის ასეთი ქვეყანა ამ პროექტში კიდევ ერთი შესაძლებლობა და ბრწყინვალე ადამიანებთან რომ ეძლევა ეს ძალიან დიდი პატივია ჩემთვის იმიტომ რომ ნამდვილად ვიცი დრო გავა და ეს კონცერტი ეს იდეა ეს დარჩება ქვეყანას საქართველოს და რო გავა ბედნიერად ამას ყოველთვის გაიხსენებ კაცი რომ მე აქ ერთი ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყავი ამ ადამიანებში და მიხარი ეს მნიშვნელოვანია დღევანდელ დროს იმიტომ რომ დღეს ეროვნულობის ხარისხი უნდა მოიმატოს კიდევ უფრო მეტად და მაშინ მშვენდება სახელმწიფოს და ქვეყანას როდესაც ამ ტიპის ღონისძიებები იმართება და ამისთვის დიდი მადლობა და მე ახლა ეს არც გამკვირვებია იმიტომ რომ თელი მსოფლიო შენ მოვლილი გაქვს ყველაზე პრესტიჟული და ყველაზე მაგარი უნივერსიტეტები და მე ვამაყობ ამით ყოველთვის და ვიამაყებ და სულ ჩემიანებში საგრიმიერო იქნება თუ სადაც იქნება სულ ვამბობ გიას ლექციები განახათ თქვენ ან ნახეთ მაგრამ ცოცხლად მე მქონდა ეს ბედნიერება კიდევ ერთხელ ვიტყვი და სულ ვიტყვი ამას რომ ნინელი ჭანკვეტაძის ფესტივალი რო არის რეგიონალური თეატრების ფესტივალი როდესაც შენ მანდ ეს ლექციები წაიკითხე მანდ ლექცია წაიკითხე მე იქ ჯანსულო კიდე ფაზის ანსამბლთან მაგრამ ნუ ეს იყო საოცარი რამე ყველაფერი ბრწყინვალედ ესწოდა ფანტასტიკური ინგლისური და მე ამისთანა სახიერებამ ლექციის ასეთი აი მონოსპექტაკლი ხო ვითამაში ახლა სხვათა შორის წად მაკედონია შეიძლება მოიგო მაგ ლექციებით იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ესეთი გადაეცი ამბავი ეს იყო ყველაფერი გათამაშებული და თან ყველაფერი ისე მიტანილი მე იქ სიმღერა რო გადავიდა უცებ მაგალითისთვის აი ეს კი მოგიყევით თქვენ ბატონებო მაგრამ აი ასე სრულდება ეს საქართველოში და ამიტომ დიდი მადლობა აი ეს ამ მნიშვნელოვანი ჩემი ნდობისთვის რა ან ნდობი რო გამოვხატა მე ერთი რამ მიხარია რომ აი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები გამოხატავენ ინტერესს და ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის რომ აი ქართული იდენტობა რომელიც ასე საოცრად არის შემონახული ჩვენს ტრადიციულ ხელოვნებაში ჩვენეულად განცდილი გადავცეთ მაყურებელს და მოდი ახლა მოვიპატიჟებ ჩემო ჯანო შენ არ წახვიდე აქვე გზანდებოდე ჩვენს კიდევ ერთ მეგობარს და უნიჭიერეს ახალგაზრდა კაცს ლუკა ჭანიშვილს ჩვენი შოუს სტუდიაში რომელიც ასევე გახლავთ ჩართული აი ამ კონცერტში ლუკა ჭანიშვილი ჩვენი შოუს სტუდიაში მოდი გენათვალე ლუკა, მიხარია რომ ჩვენ ყველაფერში ერთად ვარ და შენ ჩვენი გუნდის წევრი ხარ, ძალიან ძვირფასი ადამიანი ხარ და სხვათა შორის შემოჯან რომ პირველად გვეძლევა საშუალება, მას შემდგომ რაც ჩვენმა ლუკამ მოიგო ცეკვავენ ვარსკვლავები რომ მიულოცოთ ჩვენ შოუში და ილოცავ შეგენაცვალე. აი ამ სამიშელოვან წარმატებას ვიტყოდ დღეს ჯანოს არაერთი გამარჯვება აღნიშნეთ და ძალიან მნიშვნელოვანი იყო შენი წარმატება. მე პირადად არ გამკვირვებია, მაგრამ წინვალე სეზონი იყო და ძალიან ბევრი შესანიშნავი კონკურენტი იყო შენს გვერდით და მართლაც რთული იყო გამარჯვება და რა მინდა იცი კითხო.
აი რა განცდა ქონდა იმ წუთებში თვალწინ მიდგას აი ეს კადრები, როდესაც შენ იდექი და ელოდებოდი გამოცხადებას. აი იმ დროს რა განცდა ქონდა და მე რა შეგრძნებები იყო, როცა უკვე გაცხადდა და ხმამაღლა გაჟღერდა რომ შენ ხარ გამარჯვებული. მოკლედ პირველად დავიწყებ იმით, რომ გულახდილად რომ თქვა, ესეთი ემოცია არ მქონია არასდროს. იმიტომ რომ პირველ რიგში როცა ფინალში დგახარ, ალბათ ყველას მოლოდინი არის ის, რომ მე უნდა გავიმარჯვო, ხო? ყველას სამივე ფინალისტის ამ მოცემულობით სამივე ფინალისტის ფიქრები ის იყო, რომ შეიძლება მე გავიმარჯვო და მეც არ ვიყავი გამონაკლისი და აი ეს ბოლო ნაწილი, რაც უკვე გუნდოვნად მახსოვს და მე გავიხსენე, რომ გამოაცხადეს, რომ მე-14 სეზონის გამარჯვებული გახდნენ, თან ისე იწელებოდა ეს ფრაზა, რომ გამგონია, რომ საუკუნე გავიდა. აი ეს ბოლო მომენტი მაქვს და გახთნენო და ჩავხარე თავი და თვალები დავხუჭე და მეთქი რაც იქნება მეთქი და ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაიაო და აი იქ რო გავითიშე ესე სადღაცას გავედი საერთოდ არ მახსოვს აღარაფერი ვინ მოდიოდა ვინ მილოცავდა ვინ მეფუტებოდა არაფერი იმიტომ რომ აი მე სოციალურ ქსელში Facebook-ზე და ეწერა რომ მე მგონი ამან წინასწარ იცოდაო იმიტომ რომ საერთოდ ემოცია არ ქონიაო და ნამდვილად არ ვიცოდი წინას საოცარი ემოცია იყო მართლა და ცოტა გზნობა მართლა არ ქონია ჩვენ კი ვიცით ხალხური შემოქმედება რასაც ეძღვნება თქვენი კონცერტი 23 და 24 მაისს არის ასეთი ქვეყანა, სადაც შენ მონაწილეობდა ძალიან მნიშვნელოვანი როლი გაქვს, ისევე როგორც ჩემს ჯანოს. ჩვენ კი ვიცით შენ ცხოვრებაში მართლაც რა ადგილი აქვს ფოლკლორს, მაგრამ მე მინდა შენ ბრძანო და რა განცდა გაქვს თავად ამ კონცერტის წინ. პირველ რიგში მინდა დავიწყო მადლობით და მადლობა გითხრათ, რომ მოეძლევა მეც შესაძლებლობა, რომ აი ესეთ ნიჭიერ ადამიანებთან ერთად მეც გამოვიდე და მიხილოს მაყურებელმა სცენაზე. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვარსკვლავი არის წარმოდგენილი და ერთ-ერთი აგერ ჩვენი ჯანოც აქ არის და მე ამაყება მართლა რომ მათ გვერდით მომიწევს მეც ყოფნა ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს იმიტომ რომ ვიცი რომ მაყურებელს ძალიან მოეწონება და სხვათა შორის მე ყველას ვეუბნები რომ სანამ დრო არის შეიძინეთ ბილეთები თორე მერე გვიანი იქნებათ იქნებათ დარბაზი პატარა ფილარმონიკა განსხვავებაა სანამ დრო გაქვს მოასწარი ბილეთები შეძენა ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს მე პირადად და ველოდები დღეს ვითლი ასე რომ ვთქვათ როდის მოვა ჩვენი 23 და 24 მაისი რაც შეეხება ხალხურ შემოქმედებას და ხალხურ სიმღერებს მამაჩემი იცით ბათუმელია და მამაჩემის მამა ბაბუაჩემი და მისი ძმა ბათუმში მღეროდნენ ეს 80-იან წლებში იყო ესეთი ანსამბლი ხიხანი და იქ გახდათ სოლისტები. იქიდან მოყოლებული მამაჩემს ბაბუაჩემი ასმენინა და ფირფიტებს, როგორიც იყო ვლადიმერ ბერძენიშვილი, ვარლამ სიმონიშვილი, ჩავლეიშვილების და ესეთი ბევრი ხალხური სიმღერების შესრულებლების. მამაჩემი გაიზარდა ამ ფირფიტებზეც და მეც არ ვიყავი გამონაკლისი და მამამ გადმომანათლა, ასე რომ ვთქვა და მეც 3-4 წლის ვიყავი, რომ დავიწყე კრიმანჭულის და ჩაკრულოს სიმღერა. და მაგ დროს საუბარიც კი არ სიმეძლო ნორმალურად და 4 წლის ვიყავი, როცა მე მიყვანეს ანსამბლ ბიჭებში. თამას ანდღულაძე გახდა და აჩიკო უშვერიძე, ხელმძღვანელები და რომ კითხეს ის ასაკი, რამდენი წლის ხარო, იმდენად ვევლაპარაკობდი, რომ თითებით ბაჩვენე 4 წლის. ანუ საუბრით ვერ უთხარი და თითებით მივახვედრე და 4 წლიდან 10 წელი უკვე ვიმღერე ანსამბლ ბიჭებში. და შემდეგ უკვე ჩემთვის სოლო მომღერლად მოვდივარ ასე. ამას ემატება შენი გამოცდილება ძალიან დიდი ცეკვაში და აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ ჭანიშვილების საგვარეულოს ამ დიდ დინასტიას რამხელა წვლილი აქვს შეტანილი ქართული ტრადიციული ქორეოგრაფიის განვითარების საქმეში და საბოლოოდ მივიღეთ აი ესეთი უნივერსალი შემსრულებელი როგორც არის ჩვენი ლუკა. შენი ოჯახი უკეთ გაიცნო მაყურებელმა მიმღერეში და თავის ხრივ მიმღერე ამ ხრივ მართლაც გამორჩეული და შესანიშნავი პროექტია და ახლა რა მინდა ეს იკითხო სიმღერა სნო რომელიც ასე მოიწონა ტელემაყურებელმა ჩვენ შოუში ავაჟღეროთ მაშინ იქ ბასიანი გიწევდა თანხლებას და მოდი შევსთავაზოთ ის ვერსია რომელიც მიმღერეში აჟღერდა ბასიანთან ერთად შენი სოლო შესრულებით ახლა იმღერებს ახლა იმღერებს აუ შენ გენაცვალე რა მაგარი დიდი სიამოვნებაა
უმრავლესი მადლობა ჩვენს ლუკა ჭანიშვილს და დანო იზორიას. ჩვენი შემდეგი სტუმარია ჩვენი უძვირფასესი გია დავითიანი. შემოგია მოგესალმებით. მე ტყუილად არ მithქვამს ჩვენი უძვირფასესი ადამიანი მართლა ესეთი კაცი ხარ ჩვენთვის და რაც თავარია ჩვენი და შენი საყვარელი მაყურებლისთვის და ყოველი შენი მოსვლა არის ჩვენთვის გამორჩეული და ძალიან სასიხარულო, მაგრამ დღეს მაინც მართლაც განსაკუთრებული დღეა ძვირფასო მეგობრებო. დღეს გახლავთ ჩვენი გია დავითიანის დაბადების დღე და მიულოცოთ მას. გილოცავ შემოგია სულით და გულით და ყველაფერი საუკეთესო მინდა გისურვო, იმიტომ რომ მართლაც იმსახურებ მთელი შენი ცხოვრების წესით და მიხარია რომ ახალი აღმოჩენების გზაზე ხარ მუდამ, შემოქმედებითი კუთხი და ძალიან დატვირთული ცხოვრება გაქვს. ამ ხრივ აქეთ ქუჩის მუსიკოსები, იქით ალილო, აი აქ მაქვს შენი მშვენიერი ლექსების კრებული და მაინც მიყვარს წლები გასული. ეს შენი მეორე კრებულია უკვე და სხვა შორის აი ამავე სახელწოდების ძალზე საინტერესო სპექტაკლი, რომელიც შენს ლექსებზე იყო აგებული და მეცაც ვიტყვი, აი მთელ შენ ცხოვრებას ასახავდა, სადაც შენი ნიჭიერი გოგონა, ჩვენი ძვირფასი ნინუცა დავითიანი მონაწილეობდა და ჩვენმა ძმაკაცმა და შესანიშნავმა რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ დადგა ეს სპექტაკლი. ძალზე დიდი წარმატების სრული ანშლაგი ჩატარდა ჯერ თუმანიშვილის სახელობის თეატრში 2 დღე იყო ზედიზე, შემდგომ ბათუმის დრამატულ თეატრში და ვიცი რომ აგრძელებთ აი ამ სპექტაკლებს და მოგელეთ აი ესეთი საინტერესო ცხოვრებით ეგებები შენს დაბადების დღეს და მითხარი, რას ეტყვი დღეს შენს მაყურებელს?
დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ისე გაფრინდა ეს წლები, ჩემო გია რომ 67 წელი ჩიტივით გაგვიფრინდებაო, რო იყვია ესე გაფრინდა ეს წლები და მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ის რაც ხდება ჩემ ცხოვრებაში მისი ძალით არის ყველაფერი მომხდარი და მადლობა ყველაფრისთვის ყველას, ვისთანაც მე ურთიერთობა მაქვს, შემოქმედებითი, არა შემოქმედებითი, რადგანაც გრძნობ ხალხისგან დიდ სიყვარულს და პატივისცემას. ეს ჩემთვის აიგარე. შენ ხშირად ხედავს მაყურებელი სოციალურ ქსელში და არა მარტო სატელევიზიო ეკრანზეც, ბროწეულაში, სადაც მართლაც ალკოდი გაქვს გაშენებული, იქ ხარ შენ ძირითადად და ერთი კითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით. ღამით ყვავილებს თუ დარაჯობ, იმიტომ რომ დილით რომ ბაღში ღიღინებ, ეს ყველა მისის და ნანახიად და რა ხდება ბროწეულაში ამ კუთხით? ფათაშევის ღამე თავისებური ხიბლი აქვს ეზოს ბაღს. თან ხეობის პირია ჩემი ადგილი და მე ახლა ხანს აღმოვაჩინე თურმე არსებობს ღამის მგალობელი ფრინველები. და აი სადღაც ღამის 3-ზე 4-ზე თუ გაისეირნე ბაღში, იქიდან კიდე გალობა მოდის ფრინველების, აი ზღაპარში ხარ მოკლედ რა. ისე რომ ღამეც ვდარაჯობ ვარდებს. ისე ლამაზად დაასურათ ხატია ეს ყველაფერი რომ ერთი ლექსი ნამდვილად მოუხდება შენივე კრებულიდან და მოდი გითხარი. კი ბატონო. ამ ლექსით მაშინ ქალაქელ ხალხს მოვეფეროთ და ჩვენ თბილისს. ეგ თვალები გიშერივი ჩავი დიდი თვალები, წამწამები აბრეშუმის მოხატული რკალები. ეგ ნიკაპი მარმარილოს ყელი შეუდარები, ცისარტყელას გევხარ თითქოს ცაში მოელვარები. გაზაფხული სურნელია, ქრიან მარტის ქარები, შენ სიყვარულს ვერ ვეღირსე გულში გამებზარები, არც გინდა რომ გაისტუმრო სიყვარულის ვალები. მოეფერე ქალაქელ კაცს, თბილისს შეუყვარდები, შენთან ყოფნა უნდა მხოლოდ გაგიქარწყლოს დარდები, თუ ღმერთი გწამს მოისმინე, სიონს რეკავს ზარები, ეს ვარდები შენთვის მინდა, სისხლის ფერი ვარდები, მოეფერე ქალაქელ კაცს, თბილისს შეუყვარდები. შემოგია, მოდი აი ახლა გადმოინაცვლოთ ჩვენი შოუს სცენაზე და მინდა გთხოვე შეასრულო ის სიმღერა, რომელიც შენ შესანიშნავად ააჟღერე რუსთაველის თეატრის სცენაზე, როდესაც ანსამბლ ალილოს 25 წლის საიუბილეო კონცერტი იყო. იგენაცვალე, მივესალმები აქედან ალილოს ჩემ ჯგუფის წევრებს, ჩემ უსაყვარლეს ბიჭებს და დიდი სიამოვნებით შეგისრულებთ ამ სიმღერას. ეს ცხოვრების გზა მიმავალი სიცოცხლის ზღვაში ღმერთის ნაკურთხი უცნაური საჩუქარია ღამის სტუდიაში მოფარფალე ციდან აფოდი ღამის ტალღებში მოცურავე თეთრი გედია ეს ჩემი ჰანგით სავსე არის მისი განგებით ხანსევდიანი ხანკით კბილი მოსალხენია მუდამ იმღერებს გული ჩემი მისი წყალობით ის ჩემი სუნთქვა ჩემი მზე და ჩემი ფრთებია გზაზე მონავარადე ჩემო იმედო ხავდუ გამწირავ ჯერამდენი არ მიმღერია სიხარულის რემს შენი თუ დავღვრი მუდამ იცოდე თუ გიდაძრამდე მიმაცილებ შენი ფერია სიხარულის რემშენი და დავღვრი მუდამ იცოდე თუ გიდაძრამდე მიმაცილებ შენი ფერია დროს ქარი მღერის
პასუხობენ ჩუმი ვერ ხვდები ლაჟვარდს უგალობს გარიჟრაშზე ლავიტოროლა და თვით სიცოცხლე სიყვარულით გაბწყინებული ხომ სიმღერა უკდავების რაღაც ხმა უნდა ოცნების საზევა ნავარადა ჩემო იმედო ხომ ნუ გამწირავ ჯერამდენი არ მივღერია სიხარულის რემს შენით დავღური მუდამ იცოდე თუ გიდაძრამდე მიმაცილებ შენი ფერია სიხარულის რემს შენით დავღური მუდამ იცოდე გთხოვ გამწირავ ჯერამდენი არ მივღერია შენით დავღური მუდამ იცოდე თუ გიდაძრამდე მიმაცილებ შენი ფერია სიხარულის რემს შენით დავღური მუდამ იცოდე ხოლო ნუ გამწირავ ჯერამდენი დიდი მადლობა გია დავითიანს, გემშვიდობებით ძვირფასო მეგობრებო, საუკეთესო სურვილებით და შეგახსენებთ. 23 და 24 მაისს ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზში გვაქვს პრემიერა. ეს გახლავთ სრულიად ახალი ეთნო კონცერტი სახელწოდებით არის ასეთი ქვეყანა. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე ბილეთები.gr. გელით.